დაიწყება ლიდერ ქალთა საზოგადოების ეგიდით მომზადებული რუბრიკა, რომელსაც დღეს ვაკო ყორღანაშვილი გაუძღვება და რომელსაც ძალიან საინტერესო სტუმარი ეყოლება. მოგესალმები ვაკო, დიდი მადლობა შენი დროისთვის და მივესალმოთ ერთად შენ სტუმარს. მოგესალმებით, პირველ რიგში მადლობა დათმობილი დროისათვის. პირველ რიგში მინდა რომ მოგახსენოთ ინფორმაცია, რომ გასული 2 კვირის განმავლობაში ლიდერ ქალთა საზოგადოების ეგიდით ჩატარდა საერთაშორისო დონის კონფერენციები სხვადასხვა ქვეყნებში და სხვადასხვა ქალაქებში, კერძოდ ეს იყო თურქეთში, საფრანგეთში და ესპანეთში, რომელიც მოიცავდა 8 საერთაშორისო ქვეყნებიდან წარმოდგენილ პირებს, რომელიც იყო ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო. ეს ქალაქები იყო თურქეთში, პარიზში, ბარსელონაში, მადრიდში და სხვადასხვა მნიშვნელოვანი ღონისძიებები ჩატარდა. მოხდა ასევე ლიდერ ქალთა საზოგადოების ჟურნალის პრეზენტაცია, წარადგინა უშუალოდ ინგლისურენოვანი ტირაჟი გადაეცა დამწრე პირებს, რომლებიც ანალოგიურად საერთაშორისო ქვეყნებიდან იყვნენ წარმოდგენილი და იყო ძალიან კარგი, ძალიან ნაყოფიერი და მნიშვნელოვანი შეხვედრა, რომელსაც ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი შედეგებით მოყვება, რადგან საერთაშორისო ასპარეზზე კიდევ ერთხელ გაჟღერდა ლიდერ ქალთა საზოგადოების სახელი, კიდევ ერთხელ შეიტყვეს ჩვენი ძვირფასი ქალბატონების შესახებ, მათი საქმიანობების შესახებ და ძალიან მოხიბლული და საკმაოდ ნაყოფიერი შეხვედრა შედგა. რაც შეეხება ჩვენ დღევანდელ სტუმარს, გახლავთ ქალბატონი, ჩვენთვის ძალიან საყვარელი და მნიშვნელოვანი ადამიანი, ქალბატონი ლალი ბოსტაშვილი, რომელიც გახლავთ Go Tour-ის დამფუძნებელი და Your Tour-ის დამფუძნებელი და დირექტორი. Your Tour-ის დამფუძნებელი და დირექტორი, რომელიც საკმაოდ დიდი წარმატებით ხელმძღვანელობს ქართულ ასპარეზზე. ქალბატონი ლალი, გთხოვთ ჩვენს მაყურებელს მოვამბოთ თქვენი საქმიანობის შესახებ და გავაცნოთ თქვენი საქმიანობა და თქვენი თავი. მადლობას გიხდით მოწვევისათვის სტუდიაში. უკვე მას შემდეგ რაც გავხდე ქალთა საზოგადოების წევრი, ლიდერ ქალთა საზოგადოების წევრი, უფრო აქტიურად ჩაება ლიდერ ქალთა საზოგადოება ტურისტულ გასვლებში და აწი უკვე ლიდერ ქალთა საზოგადოების წევრებიც დავდივართ უკვე ერთად ვიყავით ათენში, ვიყავით დუბაიში და ძალიან ბევრი დაგიკვილი მოგზაურობა გვაქვს. რაც შეეხება ჩემ კომპანიას, 2016 წლიდან დამოუკიდებლად შევქმნი ტურისტული კომპანია Your Tour და ჩვენი ტურისტული კომპანიის დევიზი გახდა მოდით ერთად დავგეგმოთ თქვენი ტური. ამაში არის თლიანი არსი ჩვენი ტურისტული კომპანიის, იმიტომ რომ მე არ ვარ მომხრე, რასაც ქვია ჯგუფური ტურები და ონლაინ გაყიდვები, Facebook-ზე დადებული ტურების, რადგან არ შეიძლება ეს ყველა მომხმარებელს მოერგოს, არ შეიძლება მოერგოს რაღაც თარიღებში, დღეების რაოდენობაში, ამიტომ მე ყოველთვის მიჩვენია ჩემი მომხმარებელი მოვიდეს ჩემთან ოფისში, დავჯდეთ, განვიხილოთ რა უნდა, როგორი დასვენება უნდა, აქტიური, პასიური და ამის მიხედვით შევქმნათ ძალიან ლამაზი ტური. გადაღლილ საზოგადოებას ჭირდება საკმაოდ პასიური დასვენება სჭირდებათ, მაგრამ ძალიან ბევრი სიამოვნებს უფრო აქტიური დასვენებითაც, ანუ დათვალიერებით ქალაქის ტურები და ასე შემდეგ. ჩვენი ტურისტული კომპანია როგორც შიდა ტურებით არის დაკავებული, ასევე გავსვლელი ტურებით. შიდა ტურები პანდემიის მერე ცოტა რაოდენობა შეწყდა შიდა ტურების. ძირითადად ათვისებული ჰქონდა ისრაელის ბაზარი, მაგრამ კარგად იცით პოლიტიკური სიტუაცია ისრაელში და ამის გამო ძალიან ბევრი ჯგუფი გაგვიუქმდა. რაც შეეხება გასვლით ტურებს, წელს გვაქვს საკმაოდ სიახლეები, დაინიშნა ახალი რეისები, მიმართულებები ბოდრუმის მიმართულებით. ბოდრუმი ძალიან საინტერესო მიმართულება, ზღვა საკმაოდ გრილი გარემო ზაფხულის პერიოდში თავის გართობიდან ყველანაირი პირობით, ამიტომ ჩვენ მომხმარებელს წელს უკვე შევთავაზეთ ბოდრუმის მიმართულებას. გარდა ამისა, აქტიურად, რადგან ვიზო მიმოსვლა არ ჩინეთთან, უკვე ჩინეთთანაც დაიწყება ასეთივე აქტიური გასვლები. ქალბატონი ლალი, მე დაგისმენთ ერთ შეკითხვას. დღევანდელობაში ქართულ ბაზარზე საკმაოდ ბევრი ტურისტული კომპანია ფუნქციონირებს, საკმაოდ წარმატებით და თქვენი ტურისტული კომპანიაც არის ერთ-ერთი ლიდერი კომპანია, რომელსაც მუდმივად ყავს მუდმივი მომხმარებელი, ყოველთვის აქვს საკმაოდ საინტერესო ტურები და რომ გაგვაცნოთ რა შემდგომარეობს მაგალითად თქვენი წარმატების საიდუმლო, როგორ ფუნქციონირებს ასე წარმატებით ეს ყველაფერი. დიახ, ძალიან ბევრი ტურისტული კომპანია და ჩვენ ყოველთვის მოვითხოვთ, რომ იყოს ლიცენზირებული ტურისტული კომპანია. არ არის მარტო ტურისტული კომპანიის შექმნა ის, რომ იცის ბილეთის გამოწერა, მაგალითად, რომელიც ძალიან მარტივია, საიტზე იყიდი, ვიზი არის ბილეთი და ამით დავთავდა. ეს არ არის ტურისტული კომპანიის საქმიანობა. ტურისტული კომპანიის თანამშრომელმა უნდა იცოდეს აუცილებლად დიპლომატიური ურთიერთობა სახელმწიფოებთან, რა სავიზო ურთიერთობებია, უვიზო მიმართულებით
მიმართულებები. ამის გარეშე ვერანაირად ვერ აწარმოებს თავის საქმიანობას. გარდა ამისა, ის რომ ანტალიის რეგიონს ყიდით მაგალითად ან ყიდით შარმ ელ-შეიქს მიმართულებას, აუცილებელია რომ ჩვენმა თანამშრომლებმა უნდა იცოდნენ ყველა სასტუმრო. ყველა სასტუმრო ფასის მიხედვით გასხვავდება, გარდა ამისა გასხვავდება შინაარსითაც. და ჩემთან მოსული მომხმარებელი სულ ინფორმაციას იღებს ამის შესახებ და სრულად ურჩევთ რა არის კარგი, რომელია კარგი და ასე შემდეგ. გარდა ამისა, ძალიან ნაკლებობა არის ტურისტულ კომპანიებში თვითონ კადრების. მე ვიცახი გამოცდილი კადრებისაც და ახალი კადრები საერთოდ მოდის ძალიან უცოდინარი ინსტიტუტებიდან. თუ ჩვენ არ ვასწავლეთ, თუ ჩვენ პრაქტიკა არ გავატარეთ, მოდიან აბსოლუტურად აბსოლუტურად დიახ, სტუდენტებზე ვიცახი, მე ყოველთვის მზად ვარ მივიღო, გავატარო პრაქტიკა და შემდგომ ისინი უკვე საქმდებიან ტურისტულ კომპანიებში. რაც შეეხება ჩვენ მომხმარებელს, რომ ჩვენ ასეთი ამდენი მომხმარებელი გვაქვს, ალბათ ის არის, რომ ყოველთვის ვართ მათ მიმართ ყურადღებიანი და მათაც ეს სიამოვნებთ ალბათ. ეხლა ნელ-ნელა უნდა გადავიდეთ პარლამენტისკენ და შესაბამისად მოკლედ, თუმცა მიხარია რომ ძალიან კარგად ჩამოვაყალიბეთ, მიუხედავად ცოტა დროისა, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ფორმირდა, ძალიან კარგად ჩამოვაყალიბეთ თქვენი კომპანიის სტრუქტურა და ჩვენ მზად ვართ რომ სხვადასხვა ქალბატონ ლალის კიდევ უმასპინძლოთ პირდაპირ ეთერში, იმიტომ რომ ტურიზმზე ჩვენ ძალიან ხშირად ვლაპარაკობთ ხოლმე და შესაბამისად ძალიან საინტერესო იქნება თქვენი ხედვებიც. ძალიან დიდი მადლობა ასევე ლიდერ ქალთა საზოგადოებას, რომელიც აი ესეთი ძალიან საინტერესო წარმატების ისტორიებით და თემებით გვამარაგებს ხოლმე. დღეს სამწუხაროდ დრო არ გქონდა, მაგრამ ნუ კიდევ ერთხელ ძალიან კარგად ჩამოვაყალიბეთ მიუხედავად ცოტა დროისა თქვენი საქმიანობის ძირითადი კომპონენტები. დიდი მადლობა ვაკო ყორღანაშვილს, დიდი მადლობა ლარი ბოსტაშვილს.